ჩვენ ვერ დაუშვებთ, რომ მოქალაქეების წამება, უკანონო პატიმრობა, რეპრესიების საჯარო სამსახურში, უსამართლო მართლმსაჯულება გახდეს ჩვენი ყოველდღიურობა. სწორედ ამიტომ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ცხოვრობდეს დემოკრატიულ საქართველოში, სადაც თითოეული მოქალაქის უფლებები იქნება დაცული, არალეგიტიმურ ხელისუფლებას ეტყვის მთავარ სათქმელს. ჩვენ ვერ დაუშვებთ, რომ საქართველო ჩამოაშორონ ევროპულ სივრცეს. რეჟიმს ყველაზე მეტად ეშინია ხალხის ერთობის. ამ ერთობას მოქალაქეები ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ აჩვენებენ იმ მასშტაბურ აქციაზე, რომელიც დედაქალაქში 15 თებერვალს გაიმართება. არ აქვს მნიშვნელობა ვისი ან რისი მხარდამჭერი ხარ. თუ გინდა რომ ქუჩაში არ გხვდებოდნენ ნიღბიანი ადამიანები, არ გცემდნენ, არ გატერორებდნენ. თუ გინდა რომ სახლში არ გივარდებოდეს ნიღბიანი პოლიცია და არ აპატიმრებდეს შენი ოჯახის წევრს სრულიად უსაფუძვლოდ და არ სვამდეს ციხეში. თუ გინდა რომ ისევ არსებობდეს ქვეყანაში მედია, რომელიც ოლიგარქის გავლენებისგან სრულად თავისუფალი იქნება. სწორედ ამიტომ უნდა მოხვიდე 15 თებერვალს 6 საათზე ევროპის მოედანზე. ჟურნალისტების დევნა, ფიზიკური ანგარიშწორება, კრიტიკული მედიის გაჩუმების სურვილი და მცდელობა, სამოქალაქო აქტივისტების ძალისმიერი დაკავება, მათ შორის არასრულწლოვნების, ძალადობამ პროტესტის მუხტი ვერ ჩაახშო, პირიქით ქვეყანას ახალი გმირები გააცნო, რომლებიც ისევ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან. 15 თებერვალს 6 საათზე ვიკრიბებთ ევროპის მოედანზე. კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა რუსის დიქტატურა. თავია გვახსოვს რომ ეს სიგნალიც გაიგდეს, ახალი ხე დადგება და როდესაც ზიამოვა ის უფრო ძლიერად იკაშება. 15 თებერვლის მასშტაბური აქციის ორგანიზატორია ყველა ის ადამიანი, ვინც ირჩევს ევროპულ ღირებულებებს, ვინც აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ რეჟიმს 53 მოქალაქე ყავს დატყვევებული, 300-ზე მეც კი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვისთვისაც მიუღებელია სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და ის რეპრესიული კანონები, რომლითაც ქართული ოცნება ცდილობს, რაც შეიძლება მალე ჩაახშოს ქვეყანაში პროტესტი. 15 თებერვლის აქცია ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენს არალეგიტიმურ მთავრობას. თავარი გზავნილი არის არარუსულ დიქტატურას, იმიტომ რომ ყველა ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ზუსტად რუსული დიქტატურის, ასე ვთქვათ, მაგალითები და დიქტატურული მმართველობის მაგალითებია, ისინი ახალს არაფერს არ იგონებენ, ზუსტად იმას აკეთებენ, რაც ხდებოდა რუსეთში. 15 თებერვლის აქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთსაც ვაჩვენოთ, რომ ძალიან ბევრი ვართ და ამ პროტესტს უწყვეტად გავაგრძელებთ. მათ შორის ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებს სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო თანამეგობრობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველოში პროტესტი ბოლომდე გრძელდება. ქართველი ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებს, ქართველი ხალხი და საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ ამ უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლებას და ეს პროტესტი არ გაჩერდება, მანამ სანამ ეს შედეგი არ დადგება. ვიდრე თქვენს შეგეხებათ რეჟიმი და ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს სივრცე, რომ თქვენ დასაცავად ქუჩაში მოქალაქეები გამოვიდნენ, გააპროტესტეთ და წინ აღუდექით რუსულ დიქტატურას, რომლის დამყარებასაც ახლა ცდილობს ქართული ოცნება. ეს არის იმ ადამიანების გზავნილი, ვინც უკვე იწვნია საკუთარ თავზე, როგორ ასამართლებს რეჟიმი მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტისთვის. 15 თებერვალს ევროპის მოედანზე მივლენ ის დამკვირვებლებიც, რომლებმაც თავად ნახეს, როგორ აყალბებდა ქართული ოცნება არჩევნებს. ძალიან ვამაყობ, რომ ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ამ მარშის არიან დამკვირვებლები, ეს არის ინიციატივა, რომელიც შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც თავისი თვალით იხილეს, როგორ გაყალბდა ეს არჩევნები და ეს კრიზისი, რომელიც დღეს საქართველოში დგას, სწორედ ამ არჩევნების გაყალბების შედეგია. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ ამ პოზიციას, რომლებიც ხვდებიან, რომ დღეს ჩვენ მართლაც კრიზისში ვიმყოფებით, მოვიდნენ ევროპის მოედანზე და ჩვენ კვლავ მარშით გავემართოთ რუსთაველისაკენ და ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ ვიტყვი მთელს მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს თვითგამოცხადებულ მთავრობას, რომ ჩვენ არ ვნებდებით. მე ვხედავ აუცილებლობას იმისას, რომ საქართველოს ზუსტად ახლა ამ ეტაპზე ყველაფერს რო თავი გავანებოთ, უნდა ჩააბაროს გამოცდა დემოკრატიაზე. როგორ ქვეყანაში გვინდა ჩვენ ცხოვრება დიქტატურაში, რომელიც ნელა-ნელა თავის სახეს აჩენს, თუ გვინდა რომ ვიყოთ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს გამოხატვის თავისუფლება,
აქციას რეგიონებიც უერთდებიან. ჩამოვლენ იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც ხელისუფლებას ყველაზე მეტად ყავს მარწუხებში მოქცეული მოსახლეობა, რომელთა ნაწილი ან სოციალურად დაუცველია, ან საჯარო მოხელე, მაგრამ აქტიური ნაწილი ფიქრობს, რომ ახლა მნიშვნელოვანი ერთობაა. თუ დღეს რეგიონში რაიმე საპროტესტო მუხტი არსებობს, ეს მუხტი წამოსულია თბილისიდან, უბრალოდ ჩვენ აქ ადგილზე ვცდილობთ, რომ ეს მუხტი გავაღვივოთ. ეხლა ხედავთ, რომ ამ მუხტის გაღვივება სწორედ ჭირდება თბილისს, ამიტომ 15-ში დმანისიდანაც უფრო გაძლიერებულები ამ ორთვიანი პროტესტის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერებულები დმანისელები წამოვალთ თბილისში 15-ში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია რომ ძალიან ბევრი ვიყოთ და დავანახოთ ერთმანეთს რომ კი არ დავიღალეთ უფრო გავძლიერდით და კი არ შევცოტავდით უფრო ბევრი ვართ ვიდრე 2 თვის წინ არა რუსულ დიქტატურას და არა ყველაფერ იმას, რაც რუსულ დიქტატურას ამყარებს საქართველოში და აძლიერებს ქართული ოცნების ავტოკრატიულ რეჟიმს. თუ ახლა არ შევაჩერებთ ამ პროცესს, ხვალ გვიანი იქნება. ეს არის 15 თებერვლის აქციის მთავარი გზავნილი.